ხო გულისხმობთ უთხრა ცოტა დრო დაგვჭა, მაგრამ იმედი მაქვს რომ ბატონი მიხეირი ხო არ შევაწყვეტინოთ ამიტომ WhatsApp-ზე. ამომწურავად. დილას გისურვებთ, რას პირდაპირ დავიწყო გვერდიდან არ მოგიკითხოთ? და 5 წუთი არც კი. ხო, ესე იგი რეკორდებს ვამყარებთ თავისთავად. დროის კუთხით შევკარგებო, დავიწყოთ პირველ რიგში იმით, ესე იგი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მომავალი კვირის განმავლობაში რა გვაქვს და თლად კვირა როგორია? კარგია. ერთ-ერთი საუკეთესოა მარტისთვის განმავლობაში. ამიტომ რაიმე გაქვს მნიშვნელოვანი განსაკუთრებული ამ კვირაში ყველაფერი. ოღონდ კვირა დღეს, შემდეგ კვირა დღეს მე ვცდილობ ყურადღება რატო? კარგია, ცუდი არ არის, მაგრამ რა ხდება რა მოვლენა გვაქვს ჩვენ? თეთრი მთვარე სელენა მფარველი ანგელოზი გადადის 7 თვით ქალწულის ზოდიაქოში. სელენა საიდანღა გამოჩნდა ახლა? სელენა ზევიდან, კოსმოსიდან, შემოკარგო ტრადიციულად იქედან მოდის ყველაფერი, მათ შორის შენზე ზეგავლენა და შენი ფსიქოტიპი და ხასიათი, როგორც ხარ, ყველაფერი იქედან ფორმირდება. სელენა აბა შენ. რას ნიშნავს ახლა ეს? აი, კარგი კითხვაა, კერჩხიბის კითხვა ნამდვილი. ესე იგი, პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ გერმანიას და იაპონიას მართავს ქალწულის ზოდიაქო, ეს ნიშნავს იმას, რომ სამყარო ითხოვს თითოეულ ჩვენთაგანისგან. გერმანულ-იაპონური თვისებების გამოვლენას თუ გინდათ გავაძლიეროთ ჩვენი მფარველი ანგელოზი რა. ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსტრაფა, მოთმინება, შრომის უნარიანობა, სისუფთავე და წესრიგი ყველგან და ყველაფერში. პასუხისმგებლობის მაღალი გზნობა. გაუმჯობესდება მედიცინის სფერო, შემოკარგო, იმიტომ ქალწული მართავს მედიცინას, ამიტომ აქ იქნება მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებები. ჟურნალისტიკის სფერო, იმიტომ რომ მერკური მართველი ქალწულისა მართავს ჟურნალისტიკას, ამიტომ აქაც იქნება სასიკეთო პოზიტიური ცვლილებები. საბანკო ეკონომიკური სისტემა. ქალწული მართავს უდიდეს და გვაძლევს უდიდეს მილიარდერებს. როტშილდი, როკფელერი, მორგანის ქალწულები არიან. ამიტომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სასიკეთო მათ შორის ცვლილებები საბანკო, საფინანსო, ეკონომიკურ სფეროში. ეს დადებითი ფაქტორი და იქნება აუცილებლად კოლეგიალური ურთიერთპატივისცემის და სიყვარულის ფაქტორი, თუ კოლეგების სისტემას მართავს ასევე ზონა. ეს მოკლედ. ეხლა რა შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს. ვერძი ძალიან ყურადღებით ფრთხილად უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფინანსებთან, არავითარ ფინანსურ საბუთებს ხელს არ ვაწევთ ამ კვირაში და მაქსიმალურად ყურადღებად საფულესთან ყურადღება არ მოიპარონ, საფულე არ დაგეკარგო და ასე შემდგომ. ეს თავარი პრობლემა უკვირისა. სხვა მხრივ კვირა ინარჩუნებს სტაბილურობას, მაგრამ ხო ხდება? და მე დარდიდიშდებიან ისინი. აი ეს მომენტია. გოდორცი გაუხიარულე დილიდას. ყუროს რაც შეეხება არის შანსი პოპულარობის მიღწევის, წარმატების, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, მაგრამ თავარი არის რა, ავტორიტეტს კი იმაღლებთ, მაგრამ ზოგიერთს არ მოწონს თქვენი ავტორიტეტი და შეიძლება აღმოჩნდეს ზოგჯერ ჭორების და ინტრიგების ფერხულში. ამიტომ ცოტა ყურადღებით რა ხდება თქვენ ზურგს უკან. სხვა მხრივ ენერგოტონუსი მაღალია, წარმატების შანსი მაღალია. ტყუპებს შეიძლება ყველაფერი შეეცვალოს, ეს გეგმები რომელიც ქონდა აბსოლუტურად საწინააღმდეგო წავიდეს, ოღონდ ეს არის დროებითი მოვლენა. ამიტომ ამაზე არ ინერვიულო, ზედმეტი ემოცია არ გამოხატოს, მომავალი კვირიდან უკეთესად წავა მათი საქმეები. გერჩხებებო, შემოკარგებო, ზედმეტად ემოციურად რეაგირებთ მოვლენებზე. ამიტომ ემოციები ცოტა დაიოკეთ თქვენში და ამ კვირაში მაინდა-მაინც ნუ დაეყრდნობეთ ინტუიციას. ლოგიკური აზროვნება უფრო წარმატებული იქნება, მაგრამ მოგზაურობა გინდა და განსაკუთრებით წმინდა ადგილებში უწყინვალესი პერიოდია თქვენთვის. შესაძლებლობა კარიერული განვითარებისა, წინსვლისა და განახლებისა გაქვთ საოცარი, გინდა იმიჯი შეიცვალო გარეგნობა, საუკეთესო კვირა. დიზაინის საუკეთესოა. ლომებს რაც შეეხება წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება. აქ შეიძლება დეტალი გამორჩეს, გინდათ საბუთში, გინდათ საქმიანობისას და ეს დეტალი მეორე ჯვარს აწვევს. ამიტომ ყველა დეტალისადმი კონტროლი და ირგვლივ ყოფის საზოგადოების მოქმედებისადმი სრული კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეცდომები დაუშვოს. ქალწულისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მათ შორის რომანტიკული თავგადასავლებისათვის. შეიძლება ურთიერთობები გამოუჯობესდეს. შეიძლება ეს პერიოდი იყოს, როდესაც ძველი იდეების რეალიზაცია მოახდინოს ან იპოვოს ის შეცდომა, რომლის შედეგად საქმეები წინ არ მიდიოდა და გამოასწოროს და წავიდეს წინ. ყველაზე კარგი პერიოდია შემოქმედებითი კუთხით. სასწორთათვის შემოქმედებითად იმუშავეთ, მაგრამ ყოველდღიური საქმეები ცოტა ნერვებს მოგეშთეთ, მაგრამ ვალდებულებები შესასრულებელია. მორიელს რაც შეეხება ლომის სინდრომი უჩნდება მას. განსაკუთრებით უნდა შთაბეჭდილება მოახდინოს სხვენზე, მაგრამ ამას შეიძლება რა ფინანსები. ამიტომ შეიძლება გასავალი მეტი აღმოჩნდეს შემოსავალზე. შესაბამისად წარმატების ფაქტორი მაღალი აქვს, მაგრამ ზედმეტ პომპეზურობას თავი დაანებოს. რაც შეეხება მშვილდოსთან, შანსები წარმატებისა გაქვთ, მათ შორის შეიძლება დავუშვათ ბინის საკითხი მოგვარდეს, შეიძლება სამშენებლო საკითხები, სარემონტო საკითხები მოგვარდეს, მაგრამ
ძალიან სულ სწრაფობას თავი დავანებოთ, ზედმეტ გადატვირთას თავი დავანებოთ, ენერგოტონუსი მაინც ჯერ დაბალია. თქვენთვის უფრო სასკეთო პერიოდი იქნება შემდეგი კვირიდან. დღეს კარს თხოვ, რომ ყურადღება პარტნიორული ურთიერთობების მიმართ, აქ შეიძლება ურთიერთობები დაიძაბოს, მხოლოდ კომპრომისების გზით შეგიძლიათ საქმიანობ ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობა, მაგრამ დანარჩენი ჯანმრთელობა, ფსიქოემოციური მდგრადობა სასიკეთოა და მაღალ დონეზეა. მერწყულებო, იაქტიურეთ, თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო კვირა. გინდათ შემოქმედებითად, გინდათ ინტუიციად, გინდათ საქმიანად, გინდათ მატერიალურად გაუმჯობესდება ყველაფერი თქვენ და თევზების ზოდიაქო, მთავარი ფავორიტები. თევზებო, თქვენი დროა. იმოქმედეთ, იმოგზაურეთ, რაც შეიძლება მეტი საქმე, წარმატების ფაქტორი თქვენს მხარეს არის. გაფრთხილებული ხართ თევზით ხსნილია ძალიან დიდი ქრონიკა. მადლობა.